Bismillah, alhamdulillah, ala rasulina Muhammad amma ba'd. Assalamu alaykum wa გესალმებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ყურბანთან დაკავშირებით. ვისთვის არის სავალდებულო, ანუ ვაჯიბი, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, წონით ცხოველის ყიდვა შეიძლება თუ არა, დაკლის შემდეგ ხორცის აწონვა და შემდეგ გარიგების დადევება შეიძლება თუ არა. პირველ რიგში, როგორც ღვთისმსახურებისთვის აუცილებელი პირობების კრიტერიუმების დაკმაყოფილება არის საჭირო, ანალოგიურად ყურბნის სხვების შეწირვისთვისაც გარკვეული პირობები უნდა აკმაყოფილებდეს. პირველ რიგში ადამიანი უნდა იყოს მუსლიმი, ანუ მორწმუნე, ანუ ის უნდა იყოს მუსლიმი, უნდა იყოს რთასრული, არ უნდა იყოს ბავშვი და არ უნდა იყოს გონება შეზღუდული და არ უნდა იყოს მგზავრი. ხოლო ბოლო პირობა არის მსხვერპლ შეწირვის ვალდებულება იგივენაირად განისაზღვრება, როგორც ზეკათი და ფიტრის მოწყალება. პიროვნების ძირითადი საჭიროებების გარდა 90 გრამ ოქრო ან მისი საფასური ფული ან სავაჭრო საქონელი უნდა გააჩნდეს. ჩვენ საზოგადოებაში არის რომ ასეთი აზრი, რომ ადამიანს შეიძლება ზევის ჩამოთვლილი ბოლო პირობა არ აკმაყოფილებდეს, არ ჰქონდეს დანაზოგი, რაც უნდა ჩამოთვალეთ. მაგრამ აქვს საშუალება, ხავს მანქან სახლი, მანქანა რამოდენიმე ის ნივთები, საგნები, რომელსაც რომ ის ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებს და თითქოს ასეთი კატეგორია ხალხისთვისაც არის აუცილებელი, სავალდებულო, თუ არ შეასრულებს ცოდვილი გახდება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, თუ ეს პირობები ბოლომდე არ აკმაყოფილებს, ამ ადამიანებისთვის ვალდებულება, ანუ აუცილებლობა არ არის. მაგრამ თუ აქვს საშუალება რომ შეასრულოს, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, მადლი იქნება, მისი შესრულებული სხვების შეწირვა ნააფილეში, ანუ სუნნეთში ჩაეთვლება. რაც შეეხება ცხოველის ყიდვის დროს, რომელი ცხოველები შეგვიძლია რომ ვიყიდოთ და რა კრიტერიუმები უნდა აკმაყოფილებდეს. პირველ რიგში, წვრილფეხა ცხოველებში, თხა და ცხვარში, ცხვრის ყიდვა სხვების შეწირვა შეგვიძლია, უნდა იყოს მინიმუმ 1 წლის, ხოლო ცხვრის შემთხვევაში 6 თვეზე მეტი თუ არის 7, 8 და ასე შემდეგ, ოღონდ ფიზიკურად 1 წლის ცხვარს აღემატება, ანუ მსგავსი ფორმის არის, მაშინ შესაძლებელი არის რომ დაიკლას, ხოლო ცხვირფეხა ცხოველები შეიძლება ეს ძროხა, გამეჩი და აკლემი. ამათი ასაკი აკლემი უნდა იყოს 4 წლის მინიმუმ, ხოლო დანარჩენი ცხვირფეხა ცხოველები მინიმუმ 2 წლის უნდა იყოს. რაც შეეხება მეორე პირობა არის მხედველობა, მაგალითად ერთი თვალი აქვს ჯამთელი, მეორე თვალი დაზიანებული, ასე შემთხვევაში ყურბანი, ანუ ის ცხოველი მიიღება თუ არა სხვების შეწირვისთვის. თუ ის თვალი 50%-ზე ნაკლები, ანუ მეტი ზიანი აქვს მხედველობასთან დაკავშირებით, მაშინ ეს ნაკლონობაში ითვლება და მიუღებელი იქნება იმ ცხოველის და სხვების შეწირვა. თუ 50%-ზე მეტი მხედველობა აქვს, მაშინ შესაძლებელი არის რომ სხვებად დაიკლას. მესამე პირობა არის არ უნდა იყოს კოჭლი. როგორი კოჭლი? ოღონდ, როდესაც თქვათ საძოვარზე გაუშვეთ სხვა ცხოველებთან ერთად და არ ჩამორჩება, მიხვება ჩვეულებრივად, ან დასაკლავ ადგილამდე მიდის მისი ფეხით, მაშინ ასე შემთხვევაში შესაძლებელი არის სხვების შეწირვისთვის, მაგრამ ისეთი კოჭლი არის, რომ საჭიროება სხვა ადამიანის ან სხვა რაიმის დახმარება რომ გადაადგილდეს, ასეთ შემთხვევაში მიუღებელი იქნება. მეოთხე პირობა არის, რომ ავადმყოფი არ უნდა იყოს, ისეთი მაგალითად ძალიან ხშირი შემთხვევა ყოფილა, რომ ცხოველის დაკლის შემდეგ ხორცი ყოფილა განსხვავებული, ვეტერინარის ნახვის შემდეგ ამბობს, რომ ეს ხორცი არის დაავადებული და არ შეიძლება გამოყენება. ასეთ შემთხვევაში ის ყურბანიც მიუღებელი არის, ხელმიუღებლად უნდა დაიკლას. ან ისეთი ავადმყოფი, რომელიც რომ შეიძლება გარედან არ ჩანდეს ყიდვის დროს და აღმოჩნდეს შიგნით გაფუჭებული ხორცი ამ თლიანად, ხოლო გარედან არის ისეთი დაავადებული ავადმყოფობა აქვს, რომ მისი ტყავი, ანუ ცხოველის დაკლის შემდეგ, მისი ტყავი რომ არ გამოყენებისთვის რომ არ გამოდგებოდეს, ასეთი ავადმყოფი თუ არის, ასეთ შემთხვევაში ეს ცხოველის ყურბნად არ მიიღება. მეხუთე არის სისუსტე, ისეთი სისუსტე რომ ანუ რა ვთქვათ, ძვალი და ტყავია დარჩენილი, რადგან ესეც ავადმყოფობიდან გამომდინარეობს მისი ასეთ მდგომარეობა და ესეც ერთ-ერთი ნაკლონობაში შედის, არ შეიძლება
მეექვსე არის ორგანოების ნაკლონებობა, ეს იქნება კუდი, რქა, ყური, კბილები, ენა. რაც შეეხება ამ ნაკლონებებში, რას გულისხმობთ? კუდი, რომელიც რომ ნახევარზე მეტი არ აქვს, ესეც ნაკლონობაში შედის და არ შეიძლება მისი სხვაებად შეწირვა. ყურის ნახევარზე მეტის არ ქონა, რქის არ ქონა. რქის არქონაში შედის, რომ მაგალითად ძირზე აქვს მოტეხილი ისე რომ შიგნით ორგანოები ტვინი ან სხვა ორგანოები ჩანს და შეიძლება დაავადება აიკიდოს ან დაავადეს მარტივად, ასეთ შემთხვევაშიც არ შეიძლება, მაგრამ რქა რომელიც რომ აქვს მოტეხილი ძირზე ოღონდ ჭრილობები ისინი არ ქონდეს ან მოხეული ან ნახევარ მოტეხილი და ან მოხეული ქონდეს, ესენი პრობლემას არ წარმოადგენს. რაც შეეხება კბილებსა და ენასთან დაკავშირებით, არის ასეთი სწავლულები განმარტავენ, რომ თუ ამ ცხოველს შეუძლია ამ კბილებისა და ენის არქონის შემთხვევაში საკვების მიღება, რომელიც რომ არსებობისთვის ჭამოს რომ იარსებოს, თუ ასეთ პრობლემას არ წარმოადგენს, ან ჩვეულებრივად ჭამს და არსებობს, მაშინ ეს პრობლემად არ წარმოადგენს. ხოლო მეშვიდე პირობა არის მაგალითად ძროხის შემთხვევაში 4 ძუძუდან 2 ძუძუს გაფუჭება, რომელიც 2 ძუძუდან არ იწველება, ხოლო წვრილფეხა ცხოველებში 9 ცხოველში 1 ძუძუს რომ ქონდეს გაფუჭებული, ასეთი სხვერპის ამ ცხოველიც არ მიიღება. ამ ნაკლონებების თუ რომელიმე აღმოუჩნდება ცხოველს, ასეთ შემთხვევაში ყურბანი, ანუ ცხოველი სხვებს შეწირვისთვის არ გამოდგება. შემდეგი საკითხი არის წონით ცხოველის ყიდვა შეიძლება თუ არა. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ მაგალითად სასწორზე ცხოველს დავინახეთ, სასწორზე რომ ავწონოთ, მიახლოებით გამოვიდა 500 კილო და იმ 500 კილოთი დავაანგარიშოთ, თქვათ, ან 10 დადგენილი თანხით, განსაზღვრული თანხით 10 ლარიდან დავაანგარიშოთ წონასთან წონის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში შეიძლება თუ არა. ასეთ შემთხვევაში შეიძლება, ზოგიერთი სწავლული ამბობენ, რომ ეს არის მეგრუფი, მოუწონარი, მაგრამ თუ შევაჭრობის შემთხვევაში დააკლდება მაგალითად რამოდენიმე გარკვეული ოდენობის თანხა, მაშინ ეს ყიდვაც სრულყოფილად ჩაითვლება. წონის ყიდვითაც არავითარი პრობლემა არ არის, რადგან გვაინტერესებს, რომ ცხოველი რამდენი კილო იქნება, რომ იმის მიხედვით მიახლოებით ხორცი გამოვა და ის თანხა, რომელსაც რომ მაგალითად მე პატრონე გამყიდველი გვეუბნება, რეალურად შეესაბამება თუ არა. რაც შეეხება ბოლო საკითხი, რომელიც რომ ჩვენთან საქართველოშიც ზოგიერთები ამბობენ და ნებას რთავენ, დაკლის შემდეგ ხორცი აიწონება, თქვათ, რაც რომ დაკლის შემთხვევაში ნაწილდება ის ხორცის ნაწილები და იმის შემდეგ რამდენი კილოც გამოუვა, დაანგარიშდება და ის შემდეგ დაიდება მეპატრონესთან ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში ყურბანი სხვებს შეწირვა მიუღებელი იქნება, რადგან სხვებს შეწირვის დროს აუცილებელი პირობა არის, რომ ის ცხოველი უნდა იყოს ჩვენ საკუთრებაში, რომ სხვერპლად უნდა შევწიროთ, ანუ აქ არის ღარარათი გაურკვევლობა, რომელიც რომ ჯერ ცხოველი არ არის ჩვენ საკუთრებაში, ამასთან ერთად შეიძლება ხორცის ის განსაზღვრული რაოდენობის ნაკლონობა ან მეტი თფასთან ფასიც არ არის დადგენილი ზუსტი, რომელიც რომ რამდენი გამოვა და შეიძლება მოხდეს აქ მეპატრონეს მიმართ უთანხმოება, ასეთ შემთხვევაში მიუღებელი არის ისლამის მიხედვით მსგავსი ვაჭრობას კრძალავს, არ არის. ვინც ამას ამბობს, რომ შესაძლებელი არის, ეს არის არასწორი ინფორმაცია. რაც არ უნდა თქვა, ზოგიერთები განმარტავენ, რომ დღეს ადამიანებმა არ იციან ცხოველის სრული ფასი თუ რა ღირს, ადამიანი შეიძლება მას ატყვილებს და ასე შემდეგ, ეს არის იმის ერთგვარი არალოგიკური მიზეზი. დღეს მსგავსი რამე მიუღებელი არის, შეგვიძლია რომ ავწონოთ და იმის მიხედვით დავაანგარიშოთ.
ისლამში ჩვენ გვაქვს გარკვეული პირობები, რომელიც უნდა დააკმაყოფილდეს ისინი. ამავდროულად ჩვენ, როდესაც ყურბანს ვკლავთ, არ ვკლავთ ხორცის გამო, რომ მაგალითად რამდენი კილო ხორცი გამოგვივა და შუამავ სალალლაჰუ ალეიჰი ვესელემი ჰადისში ბრძანებს, რამდენიმე ჰადისში, რომ თქვენ, როდესაც ალლაჰ უეჭველად რომ სხერფლის სისხლის სანამ მიწაზე დაიღრებოდეს, მანამდე ღმერთთან აღწევს. ანუ როდესაც ჩვენ სანამ დაუღრით სისხლის ცხოველის, მანამდე ალლაჰ თაალა მიიღებს. ანუ თუ ჩვენი განზრახვა ხორცი იქნება, მეტი ხორცი გამოვიდეს ან რაღაცა, არის ეს სრულად არ ჩაითვლება. სხვა ჰადისში ბრძანებს, რომ რა თქმა უნდა ღმერთს არც მსხვერპლის ხორცი სჭირდება და არც სისხლი, მასთან მორწმუნის კეთილის ზრახვა, ღვთისმსახურება და ღვთის მოშიშეობა აღწევს. ამიტომ ჩვენ თუ გადავწყვეტ, რომ უეჭველად ხორცი რომ ამდენი კილო უნდა გამოვიდეს და ასე გავაკეთოთ, რა თქმა უნდა ეს სრულყოფილი არ იქნება და სხერფშეწირვა ყურბანი არ ჩაგვეთვლება. ამიტომ დაკვლის შემდეგ ხორცის აწონვა და შემდეგ გარიგების დადება, ასეთი მსგავსი გარიგების ხელში ყურბნის დაკლა მიუღებელი არის, არ ჩაითვლება. ამიტომ რა არის ზევით რა კრიტერიუმები, პირობები იყო ჩამოთვლილი ისინი, რომ დაკმაყოფილდეს. პირველი არის, რომ ცოცხლად დავინახავთ, ფასს მოვიკითხავთ, თუ ის ფასი ჩვენ ცხოველის მოცულება, რა მოცულობისაც იქნება, თუ რეალურად არის და გვინდა შევევაჭრებით, თუ დააკლებს ვიყიდით, ან მეორე არის, რომ ავწონით, წონის მიხედვით მიახლოებით დავაანგარიშებთ, გვიღირს თუ არა, ხოლო მესამე რაც რო ჩამოვთვალეთ დაკვლის შემდეგ და ხორცის აწონვის შემდეგ, ასეთი მსგავსი ვაჭრობა მიუღებელი არის. ზნესმა ალლაჰმა ყველა მორწონების მიღებული სხერფშეწირვა ყაბული გახადოს.